გამარჯობათ მეგობრებო, ყველა სიხარული ბედნიერება და კარგი განწყობა. როგორ ახათ, როგორ? კარგად უნდა იყოთ, კარგად. თქვენთან ერთად, ჩვენთან ერთად და საერთოდ კარგად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ ახან ამ ცხოვრებაში გავჩდით, ეს ცხოვრების გზა გასავლელი გვაქვს და გავიაროთ კარგად და არა ცუდად. რატომაც არა, ჩვენ მაინც არ გინდა უნდა გავიაროთ და არჩევანი არა გვაქვს. გასავლელია, მაგრამ უნდა გავიაროთ ღირსეულად, კარგად და ლამაზად. ამ ვიდეო ჩაწერას რომ სანამ დავიწყებდი, ფიქრობდი, გულახდილად გითხრათ, იმდენი ხანი ვიფიქრე, არ ვიცოდი რა. მეთქვა, არ მეთქვა, დედაჩემი ცოცხალი რო ყოფილიყო, ალბათ მაგარ წინააღმდეგობას გამიწევდა. მაგრამ რატომ? იმიტომ რომ იცოდა ძველი სტილის ქალი იყო, პედაგოგი ქალი იყო და ამ თემაზე ლაპარაკი მას არ ესიამოვნებოდა, მაგრამ რას იზავ, ხა მეც უკვე დიდი ვარ, პატარა ბავშვი არა ვარ და ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ უნდა მელაპარაკა ამ თემაზე. რა თემაა ეს? თემა არის ციხე. ციხის გავლენა, ციხე როგორ მოქმედებს ადამიანებზე და კერძოდ ჩემ მაგალითზეც და ზოგადად რატო ვფიქრობდი ამ თემაზე, იმიტომ რომ მოგეხსენება ჩვენი არხი, სულ მაგას ვიძახი, რომ ჩვენი არხი და რატო ვაკეთებთ ამას, რომ ჩვენ ერთობლივად, ერთიანად ჩემ მაგალითებზე და 1000 მაგალითებზე გვინდა რაღაც ცხოვრებისეული პრობლემები გადავჭრა და როგორც წეღანა თქვი დასაწყისში, ცხოვრება გასავლელი გვაქვს და გავიაროთ ღირსეულად. ჩემ ადრინდელ ვიდეოებში შემჩნეული გაქვთ ხო, მე ციხეზე ცოტა გაკვრითავ ნალაპარაკები 4-5 ვიდეოში, მაგრამ გაკვირთ. ასე ბოლომდე არ ჩამწვარვა და ასე არ გამიშიფრია და მე ასეთი ტერმინი მაქვს ნათქვამი თუ გახსოვთ ჩემი ნალაპარაკებიდან, ჩვენ ხო ლაპარაკობთ მთავრობის სახელმწიფოზე, სიტუაციებზე, სხვადასხვა ვარიანტებზე და მე ადრეცა მაქვს ნათქვამი და ეხლაც ვამბობ, სახელმწიფო რო აწყო, მე მაგალითად პირადად რო გავხდე თქვა სახელმწიფოს ხელმძღვანელი რაღაცა, ჩემი იდეოლოგია იქნება როგორც ისეთ სისტემა შექმნი, როგორც ციხეში ადამიანები ცხოვრობენ. ეხლა ბევრს გაუკვირდება კი არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ მომისმენენ, ალბათ ასეთები ბევრის გამოჩნდება და გამოჩნდება ისეთი ადამიანები, რომლებიც საზიზღარო ასე მეტყვიან, ისეთო, ასეთო, რა ძველ ბიჭებზე გველაპარაკები, რა კრიმინალებზე გველაპარაკები, რა ციხეზე გველაპარაკები, სხვა თემა ვერ ნახე. გამოჩნდებიან ასეთი ადამიანები, მაგრამ მე მინდა რომ ასეთ ადამიანებს მიმართო, რომ ძალიან თქოთ ბოლომდე მომისმინეთ და გაანალიზეთ რისი თქმა მინდა, როგორი თქმა მინდა, მერე შეაფასეთ ეს ჩემი, ასე ვთქვათ, ციხის თემა. მაგრამ ეს მე რომ მკითხო, ეს ციხის თემა არ არის, ეს არის ცხოვრების თემა. რატო დავიწყე მე ასეთი საუბარი? ჩვენი არხიდან გამომდინარე, ჩვენ წინა ვიდეოშიც თქვით, რომ ადამიანებს წკინს, რომ მე პასუხს არ ვცემ და ამის და მაგვარი გულახდილად გითხრათ, რომ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, იმდენ ადამიანს უნდა საუბარი, მაგრამ ბევრთან ვერ ვახერხებ, მე ამაზე ბოდიშით მოვიხადე წინა ვიდეოებში, მაგრამ ჩემი ვიდეოებიდან გამომდინარე, მე თემა შევეხები, რომ თითქოს დიდი მასა, რომელსაც შეიძლება კონკრეტულად პირადად ვერ ველაპარაკო იმ ადამიანის თავის პრობლემაზე, მაგრამ ჩემი ვიდეო ჩანაწერი და რაღაცა პასუხს გავცემ. და აქედან გამომდინარე, ესეთი ვიდეო, იმიტომ გადავწყვიტე ეს ვიდეო გადამეღო, რომ რაღაცნაირად პასუხი გამეცა, იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანები მიკავშირდებიან და უიმე შენ ციხეში ხარ ნაჯდომი, უიმე შენ ასეთი ადამიანი რა გინდოდა ციხეში, მე შენზე სხვა წარმოდგენა შემექმნა და უიმე და ძირითადად ზოგი ადამიანს ესმის უკვირს, მაგრამ რაღაცნაირად უარყოფითად არიან განწყობილები და მე მინდა უარყოფითად კი არა, მე მინდა ვაჩვენო ის, რაც არის, როგორ არის და დანარჩენი ჩვენი ანალიზიდან და ჩვენი ფიქრებიდან გამომდინარე გამოვიტანოთ სწორი დასკვნა. ეხლა ზოგიერთი ადამიანი, ალბათ მე მაინც
უარყოფითი კონტექსტით კი არა, მაგრამ მაინც ეთყობა ვერ გაიგებს, ეწყვი, არა ბიჭო, შენ რა ციხის და ძველი ბიჭების მაგალითებით გვინდა ცხოვრება გვასწავლო. მე არავის არ ვასწავლი მეგობრებო, ჩვენ ეს რამდენჯერმე გვითქვია, ჩვენ ვამბობთ იმას, რაც არის და ჩემ ემოციასაც გადმოგცემთ. მით უმეტეს ჩვენი არხიდან გამომდინარე ცოტა წავიტრაბხე ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და მეუნება ვაიმე რა ჩვენ უყურეთ ჩვენ ვიდეოებს ჩვენ ბევრ რაღაცას სწავლობთ და ასეთი სიტყვები რო გესმის უკვე ძალაუნებურად პასუხისგებლობას მატულობს. ყოველი ჩემი შემდეგი ვიდეო პასუხისგებლებით არის შეჯერებული, იმიტომ ვაიმე ადრე თუ შეცდომას დაუშვებდი ან რაღაცას სხვანაირად ვიტყოდი, ისე შეიძლება გულთან არ მიმეტანა და ეხლა უკვე ჩვენ მატულობთ, ადამიანები სერიოზულად უყურებენ და მეც უკვე პასუხისგებლება მემატება და ბუნებრივია მეც მინდა რომ შეცდომები არ დაუშვო, რომ ჩემი ყოველი ნალაპარაკები, ყოველი ნაფიქრი და ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე, მე თქვენ გიზიარეთ ჩემ ფიქრებს, აზრებს, არავის არ ვასწავლი, არავის ჭკუას არ ვარიგებ და წინა ვიდეოში ხო გახსოვს რო თქვი რომ შენ თუ ასეთი ჭკვიანი ხარ და ასეთი განათლებული და მაგარი ხარ, რა გიდა შოფრად მუშაობ, ძღოლად მუშაობ და ამ სტილის კომენტარებს რო გეტყვია, მაგრამ ეს ჩავთვალოთ რომ ეს ადამიანი უბრალოდ ვერ ფიქრობს მე რატო ვარ და როგორ ვარ, მაგრამ რა შუაშია, შოფერი ხარ, პროფესორი ხარ, ექიმი ხარ, ქურდი ხარ თუ რა ვიცი, აკადემიკოსი ხარ, ყველა ვარ ჩვენ ადამიანები და ამ თემას მინდა შევეხო. ციხე ადამიანობა ერთ იმაშია კავშირში და დავიწყოთ. ჩემო მაყურებლებო, ჩემო მეგობრებო, თქვენ იცით, მე ძალიან მიყვარს ლიტერატურა და უბრალოდ ლიტერატურის გარეშე ვარ წავიკითხო წიგნი და ეს ძალიან დისკომფორტს აგზნობ და ჩემი საყვარელი მწერლები მე ვარ ციხეში, ხო, ისე თქვა მინდა რომ ამერია ესე ვაზრი მე ესე იგი ჩემ ცხოვრებაში ორჯერ ვარ ციხეში ნაჯდომი. იმიტომ რომ კითხებს მეკითხებიან როგორ რანაირად როგორ მოხდა ესა. პირველი შემთხვევა იყო თბილისში, ვიყავი რაღაც 17-18 წლის ვიყავი და მომიწია თბილისში ჯდომა 4 თვე, მე-5 თვეს გამომიშვეს. მიზეზი იყო ადრე გახსოვთ ხო, ჯგუფში ჩხუბობდნენ, იქა და იმ ჯგუფში 20 კაცი, 30 კაცი ვეჩხუბებოდი და 1-2 კაცი გარდაიცვალა და მოხდა რაღაცეები და წინა საგამოძიებო საკანში ვიჯექი ორთაჭალის ციხეში. სანამ მე ამაზე დავიწყებთ იმ იქაურ სიტუაციებს და დავაკავშირებ, მე კიდევ გავაგრძელებ ესე იგი და შემდეგი ვიტყვი იმას, რომ მეორე ჩემი ციხეში ჯდომა მოხდა აქ. ამერიკაში აქ ვიჯექი 2 თვე ნახევარი გაგიკვირდებათ რისი ბრალდები და ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით. გაგეცინათ არა? ხო, მეც გამეცინა, მაგრამ ცხოვრებაში ხდება ეს ყველაფერი და ერთ სიტყვით მესამეჯერ თუ დავჯექი უკვე ვიქნები რეციდივისტი. როგორ არის რეციდივისტი? თუ სამჯერ დაჯექი უკვე ციხეში ხდები რეციდივისტი, მაგრამ იმედია არ მოხდება ესა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცი ცხოვრება ისეთი რაღაცაა, ყველაფერი ხდება. ამ ჩემი ციხის ცხოვრების ამბები მე 2 წიგნი მაქვს დაწერილი, 2-ვე წიგნში აღწერილი, ერთი არის მოგზაური დღიურში და მეორე ორეულში. მაგრამ აეხლა ვინაიდან ჩვენ ვიდეო ამბებს ვიღებ და უკვე ცნობადები თუ როგორ ვთქვა, ამდენი ხალხი გვიყურებს და უკვე გინდა არ გინდა, მინდა ამ ფორმით შემოგთავაზოთ, მაგრამ მე იმას კი არ მოგიყვებით ციხეში როგორ ვიყავი და რა მე მოგიყვებით რა ვნახე კარგი იქა და რა იყო კარგი და რატომ არის კარგი და გეცინებათ არა ციხეში როგორ შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ ჩვენ როგორ ვამბობთ, სუდიდან კარგს ვეძებთ და საერთო ჯამში სადაც არ უნდა იყო, უნდა ნახო ის სასარგებლო, რაც არის სასარგებლო და ამ შემთხვევაში მე ვიტყვი ციხის შესახებ. და სულ დამავიწყდა, რატო შემოგთავაზეთ ეს თემა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი თემები გვექნება განსახილველი, ეხლა ძალაუნებოთ მე ამდენჯერ მაგ ნათქვამი რომ შენ რომ მიდიხარ გზაში ფიქრო 1000 ფიქრები მოდის და გიზიარებთ ამ ფიქრებს და ცოტა რომ
გაადვილდეს კი არა, რომ გაიგოთ ვისთან გაქვთ საქმე, რა ცხოვრებისეული გამოცდილების ადამიანთან გაქვთ საქმე, მე საქმეს ვიძახი, კაი გაგებით, რა თქმა უნდა, ესეც ყველაფერი სუპერ ნებაზია, თუ ადამიანს ახლა ჩვენ ხშირად გვაქვს ნათქვამი, თუ არ მოგწონთ, თუ არ გინდა ჩემთან ურთიერთობა და ჩვენთან არ არის პრობლემა, გადართეთ სხვა რაღაცით დაკავდით, მაგრამ ჩვენ ამბავში ურთიერთობით, გაზიარებით, უზიარებთ ერთმანეთს და ისევ და ისევ მეორდები, იმიტომ რომ ეს მოცემული ცხოვრება, რომელშიც ჩვენ ვართ, ღირსეულად, კაცურად და ადამიანურად გაგვევლოს. წეგან გამიწყდა აზრი, საერთოდ ციხე ადამიანებს გონიათ საშინელება. კი, რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მოუხერხებლობა, მაგრამ ციხეს ისეთი რაღაცა აქვს, რომელიც არ ვიცი, მე არ მინდა ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ციხე უნდა გაიაროს, ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩვენ ლიტერატურიდან იქიდან შეგვიძლია ამოიღო ისინი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანები არიან ნაჯდომი ციხეში და მე ძალიან ახლოს აღგზნობ მაგათ და არ მარტო მე, აი წარმოიდგინეთ ცნობილი, აი ჩემი საყვარელი მწერლებიც, აი რამდენი მწერლები და მე თუ გახსოვთ, ჩემი უსაყვარლესი წერალია ვიქტორ ჰიუგო, რომელიც გადასახლებაში იყო და 2 წელი ციხეში და ისე ზეპირად მახსოვს რა. 2 წელი იჯდა საკანში. ჩემი უსაყვარლესი მწერალი ჯეკ ლონდონი, გონის რაღაც წელიწად ნახევარი იჯდა საკანში. მენი უსაყვარლესი მწერალი და ჩემი ღმერთი, მე წელი არ გავარო, ნოდარ დუმბაძეს 6-ვე რომანი არ გადავიკითხო. გონი წელიწად ნახევარი იჯდა ციხეში. ჭაბუ ამირეჯიბი, რომელსაც მე პირადად ვიცნობდი და საუბრები მქონდა, 16 წელი იჯდა ციხეში. სოფლიო გენია და კლასიკოსკი დოსტოევსკი სიკვდილ მისჯილი იყო, წარმოიდგინე როგორი ბიოგრაფია ის, მაგას სასწაული 5 წელი იჯდა ციმბირის ციხეებში. ცისფერების და ლურჯების მეფე ოსკარ ვაილდი იჯდა ციხეში. ეხლა გაგიკვირდება ცისფერებზე და იმებზე რომ დავიწყე ლაპარაკი, მაგაცაც შევეხები მე. ოსკარ ვაილდი ხო? ამხელა კლასიკოსი, რა ქვია, ინგლისელი მწერალი, ჩარლზ დიკენსი იჯდა კი არა ცხოვრობდა კიდევაც, თქვენ გახსოვთ ხო? ჩარლზ დიკენსის მამა ინგლისში ვალების გამო იჯდა ციხეში და ისე სასწაულები არის ინგლისელები, ასე წესი ქონია, რახან ოჯახის წევრი არის, რა ქვია, მაშინ ციხეში. ისა ოჯახის მამა, ამ შემთხვევაში ჩარლზ დიკენსის მამა იჯდა და მისი ოჯახი ციხეში იყო და იქ ცხოვრობდნენ ბავშვობიდან. და რა ვიცი, რამდენი მწერლები და რამდენი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც რაღაცა კვალი და რაღაცა სასარგებლო სერვანტესი სასწაული ხო, დონ კიტოზე, რავი, ახსენდება ეხლა და რა დაგვიტოვეს და ამხელა ღვაწლი აქვს კაცობრიობაში ამ ადამიანებს. თან როგორც ციხეებში იჯდნენ, ერთ ოთახში 20-30 კაცი რო იყო და არა ეხლა დღევანდელ ციხეში, ვაიმე, ის ბრეიკი რო არის, ყავა არ მომცეს, ის არ მომცეს და დღევანდელ ეხლა ციხეებში ტელევიზორს აძლევენ, მაცივარი აქვს, ინტერნეტი აქვს, ფეისბუქი აქვს, იუტუბი და ციხეში იზეს. მეცინება ყובה ეხლა რო უყურებენ ეხლა ჩვენი ზოგიერთი გიჟი ოპოზიცია ლიბერალები დაждდებიან, ვაიმე, ხეს ასე დააკარებენ და ვაიმე იქ ცივი ქარი იყო და იქ ისა და იქ ტელევიზორი არ მომცეს და რაღაც სასწაულები რო ყვებიან, აი ზოგიერთი უსმენ ხოლმე და მეცინება ხოლმე მაგათი ამბები რო უსმენ ხოლმე რა. ამ გიჟმაჟუეს ვეძახე მე ამ ლიბერალ გიჟმაჟუეს მე იმაში რაღაცა ნომერში სასტუმროს ნომერში ცხოვრობს და ციხეში ჟივა და ას ტელევიზორი აკლია, ას ინტერნეტი და ას არაფერი და გვერდზე შემწუხებელი და მეზობელი რო არ აყავს. ამ თემას მე შევეხოთ. ყოველ შემთხვევაში მე მეცინება და ალბათ იმ ადამიანებს, ვისაც ეს გავლილი აქვს ეს ნამდვილი ციხე და ნამდვილი საკანი. და ნამდვილი ის ურთიერთობა, რაც საკანში და ციხეებში ხდება და არა ეს რაღაც
5 ნომრიან სასტუმროში კი არა, მიდიან 3 ნომრიან სასტუმროში და ამას ციხეს რო ეძახიან. მე მაგალითად მეცინება და მარაზმია მე რომ მკითხო. დუმბაძეს აქ ასეთი რომანი ნუგეშინია დედა და იქ არის ჩვენი პატარა ჯაყო, რომელმაც ვერ ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში და ბაბუამ განამწესა, ბაბუა უცნებობდა რომ მისი შვილიშვილი ყოფილიყო ექიმი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ჩააბარა და ის ცხოვრობს ერთ სომეხ ნათესავთან, სიძე ასე ვთქვათ, არტაშასთან და იქ არტაშა ეუნება პატარა ჯაყოს, რომ კაცი რო ეუნება, რომ ნამდვილ 17 წლისა, 16 წლის და შვილო შენ ახლა კაი მოსაზომი, კაი ცომი ხარ, რომ კაი ადამიანი გამოხვიდეო, მაგრამ სამი რაღაცა იცოდეო, კაცი რო გამოვიდესო, კაციო. სამი რაღაცა უნდა გაიაროსო. უნდა მოხდესო ციხეშიო. უნდა გაიაროსო, მოხდესო ომშიო. და ზოგი ამბობს, ან მეზღვაური, ან ცხოვრება, ეს სამი რაღაცას თუ გაიარე ღირსეულად და ისე როგორ შეეფერება ადამიანს, მაშინ გამოდიხარ ადამიანი თუ არა და ეხლა მე იმას კი ავიძახი ციხეში აუცილებლად უნდა იჯდე, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი მაგალითია და ეხლა როგორ ახსნის ეს არტაშა, რომ ადამიანები არიან დახვრული მსახიობები არიანო რა არტაშა იძახის და თავის ბუნებას მალავენო ადამიანებიო. მთელი ცხოვრება ისე გაევლიანო, რომ სულ მსახიობები არიანო და თავის ბუნება და ჩაკეტილები არიანო და მალავენო. და ეს სამი ადგილი რაც ახლა მე ჩამოთვალე, იქ ადამიანი იხსნება. და დავიწყოთ. აი მაგალითად ციხეში ზიხარ, ხო? 5-10 რამდენი კაცი ზის იმ საკანში და მთელი დღე ზიხარ და ერთმანეთს უყურებთ. და ვერ დამალავ შენ ვინახარ, აი მაგათად ხარ ცუდი ადამიანი, მაგრამ ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა, ორი კვირა შენ ამას ვერ დამალავ, იმიტომ ის შენ გაიშიფრები. ესე იგი, როგორც გაშლილ ფურცელს, ისე უყურებ ერთმანეთს საკანში. ამიტომ იქ შენ ვერ დამალავ, შენ ვინახარ. გოთორიანი ხარ, მაიმუნი ხარ, ცისფერი ხარ თუ რაღაცა ხარ, რაც ნაკლი გაქვს, იმას შენ ვერ დამალავ. ამიტომ იქ ისახარ, რაც ახარ ციხეში. მეორე არტაშამ თქვა, რომ ადამიანი რო კაცი გახდეს, უნდა იყოს მოხდეს ჯარში, ჯარში, ომში. რა მნიშვნელობით, რომ შენ რო ომში ხარ და შენ რო ომობ და შენი პატარა შეცდომა, შენ გვერდზე მდგომ ადამიანს სიკვდილამდე მიიღავს დაიღუპება და შენ არ უნდა უღალატო, არ უნდა მიატაო და ბევრი ხო ღალატობს და ამ შიშისაგან და სიცივისაგან იმისგან პრობლემებისაგან შეიძლება ადამიანი მიატოვო და აი მანდაც ჩდება ადამიანის ბუნება. ამას თუ გაუძელი, ეს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ამოცანაა ჯარში, ომში ყოფნა. ეს შემოწმება ხდება მშუა დილა ადრიან, მაინც პენსიონერია. მოდეთი მეგობრებო ამას გავილი მე, რა ქვია, ინსპექციას ტრაილერები ძღოლებს ამოწმება და მე გავაგზავნოთ, იმედია პრობლემა არ შეგვექმნება. გავიარე ესენი მოვიხსენი, მაინც ზედმეტის კითხები რო არ დამისვა და ასე იციან ხოლმე. პენსიონერიაში იციან ხოლმე ბრძოლებმა ტრაილერზე არიან ხოლმე, ყურადღებით იყავით ხოლმე პენსიონერიაში, ასე რესტარიანში გაჩერდებიან და გამოწმებენ ხოლმე. ხო, გავაგზავნოთ ჩვენი საუბარი. და მესამე კაცი რო კაცი იყო, უნდა გაიარო, ახლა მან ბევრი მაგალითია, უნდა იყო მეზღვაური, თასვლელი და საერთოდ ზოგადად ცხოვრებაში, რომ ეს შენი ღირსება და შენი ადამიანური თვისებები არ დაკარგო. ამ ადამიანურ თვისებებზე აი მაგისკენ მივდივარ. ესე იგი, არტაშა რას ეუნება ამ პატარა ჯაყოს, რომ აი ამ სამივე იმას რო გაივლიო, მე ხდებიო კაციო. მე წეგანად თქვი ახლა მე იმას კი ავიძახე, გინდა თუ ციხეში მოხდი და რაღაცები, მაგრამ
ხო ხვდებით რა, ესე იგი შენ უნდა იყო ის არ უნდა იყო მსახიობი და არ უნდა იყო დამალული რა, აი მაგის თქმა მინდა და ეს რო არ დაიმალო და შენი სახე არ დაკარგო, აი ესეთი ბევრი დაბრკოლებები უნდა გაიარო, რომ მიაღწიო იმ მაღალ დონეს და იმ ადამიანობას, რასაც ქვია ადამიანობა და ცხოვრება. სანამ ამ ვიდეოს ჩავწერდი, ფიქრობდი როგორ დამეწყო საუბარი და რა დამეკავშირებინა აი ადამიანობაზე მე ვთქვი. ესე იგი რა განსხვავებაა ცხოველსა და ადამიანს შორის? ეხლა ცხოველებში აი სიტყვაზე არის მელია, არის დათვი, არის სპილო, ძალიან მრავალფეროვანია ხო ცხოველთა სამყარო. და რა აქვს მაგათ საერთო? ილიას და რა ჩამოთვალე. საერთო ის აქვს, რომ ყველა არის ცხოველი. ცხოველი, რომელიც იბადება, იზრდება, ჭამს, სვავს, შთამომავლობას აქვია აგრძელებს და რაღაც სიგს გაივლის და ეგ არის მისი ცხოვრება, ასე რომ ვთქვათ. და არიან ცხოველები, მაგრამ შევხედოთ ახლა ადამიანებს, არის ექიმი, არის მძღოლი, არის ქურდი, არის კომპიუტერის სპეციალისტი, არის ლიბერალი, არის კონსერვატორი, არის კომუნისტი, არის ტერორისტი. რა ერთიანებთ მათ ყველას, რომ ყველანი არიან ადამიანები. ადამიანი მაღალი სიტყვით. ცხოველს ვერ იტყვით, ცხოველს მაღალი, იმიტომ ცხოველს აქვს რაღაცა შეზღუდული უფლებები და უნარები და რო ამბობ შენ ხარ ადამიანი, აი რამხელა აზრია მან ჩადებული. ესე იგი ადამიანი, რომელიც აზროვნებს, რომელიც უფალთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ადამიანი ცხოველისგან რითი განსხვავდება? აზროვნებით. ცხოველი არ აზროვნებს, კი რაღაცას აკეთებს ინსტინქტურად თუ იმათ, მაგრამ ის ხო ვერ არ ფიქრობს, ის ჩამოყალიბებულია, მაგრამ ადამიანი რო ხარ, შენ გეძლევა ღმერთი რას ამბობს, რომ შექმნა ადამიანი, შექმნა ჩვენაერიო, ხო? ღმერთი იძახის. ჩვენაერიო, ესე იგი გონი, აზროვნებით უნდა იყო. შენ ხარ ადამიანი, ესე იგი ადამიანი, რომელიც ფიქრობს. აი ეს მნიშვნელობა აქვს ჩადებული ამაში. ესე იგი შენ თუ ადამიანი ხარ, ესე იგი შენ ხარ მოაზროვნე. მაგრამ სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ეს მოაზროვნე ადამიანები ემსგავსებიან ცხოველებს, აი ხო გეგე, აი მაიმუნს გავსო, იმას გავსო, მაიმუნივით იქცევი და აი დარვინის თეორია ხო არის, რომ მაიმუნიდან გავხდით ადამიანები, ხო? და ეხლა უკუღმათ ის თეხდა, ხო? ადამიანი ხდებიან მაიმუნები, ხო? და რამდენი მაიმუნი ადამიანია, ხო, ჩვენ გარშემო, ნუ ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავისი ქცევებით, თავისი მოქმედებებით რაღაც ადამიანს არ გავს, ხო? ანუ არ იქცევა ადამიანივით. ადამიანივით არ მოქცევა, ნიშნავს, რომ ესე იგი არ ფიქრობს. და ხდება ცხოველები, კი გვიყვარს ხო იმას შევწყვეტ, მაგრამ ხდები ჩვეულებრივი ცხოველი, როცა შენ გავიწყდება, რომ შენ ადამიანი აღარ ახარ და ადამიანის თვისებებს აღარ ამჟღავნებ, ხდები როგორც კაცებელი, ჭამო, სვა და აქვია მას გაამრავლო. всё, დანარჩენი უკვე შენ არ გაინტერესებს, იმიტომ რომ შენ ხარ, ესე იგი ადამიანური შენ არ გინდა, ადამიანური ფიქრები და აზროვნებები არ გინდა, შენ გინდა იყო ცხოველი და ამით ბევრი ადამიანი კმაყოფილდება, მაგრამ მე უკვე ასაკში და იმაში რომ მიდის, ზოგი ისე კვდება, რომ ვერ ხვდება, მაგრამ ზოგი ხვდება და ნანობს, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა, ამაზე მე ჩვენც ვილაპარაკებთ სინანულის და რაღაც წენის სინანულის თემაზე მეც ვილაპარაკებ. ესე იგი რისი თქმა მინდა? ადამიანი რო კარგავს ადამიანობას და ემსგავსება ცხოველს, აი მაშინ არის მისი საქმე ცუდად. და ადამიანი რომ მოხდება ციხეში, ომში, თუ სადაც არ უნდა სიტუაციაში ჩავარდება, მან პირველ რიგში არ უნდა დაკარგოს ეს ადამიანობა. აი ჩვენ რო ვიძახით ღირსეულად, ლამაზად, ადამიანად უნდა იცხოვრო, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სამწუხარო რა თქმა უნდა სამწუხარო, მაგრამ რეალობაა რომ ზოგი ამას ახერხებს, ზოგი ამას არ ახერხებს და ჩვენ ამას ვეძახით ცხოვრებას. და ჩვენ ცხოვრებიდან გამომდინარე, სულ მაგას ვიძახით, რომ ამ ცხოვრებაში
არ უნდა დავკარგოთ ადამიანობა, უნდა ვიყოთ ღირსეულები და ადამიანები. და აი ამ კუთხიდან მინდა შევუდგე ამ ჩვენი ციხის ამბებს, ესე იგი ორთაჭალის წინა საგამოძიებო საკანში რომ მოვხდი, პირველი შევედი 10 კაცი იჯდა რა, მე დაემატა რაღაც 18 კაცამდე, მაგრამ მე ადრეს მაგ ნათქვა მე ხა თავიდან პატარა კი ახლა ჩვენ ქუჩაში გაზრდილები და ასე თუ ისე კი ვიცოდით როგორ მოვიცეოდით, მაგრამ პირობები იყო საშინელი და აი პარაშაზე ვიტყვი რა, პარაშა მოგეხსენებათ ერთ-ერთი დამამცირებელი რამ არის, შეგახსენეთ ვინც არ იცის პარაშა, ალბათ ყველა მიცის, ეს არის საჭირო ოთახი. ეს იმდენად ისა პირადული და ისეთი თემა, ამას ჩვენ რო გავდივართ ხოლმე ხო საჭირო ოთახში ამის დამაგვარი და შედიხარ ტუალეტში ისე ოთახში, ხედავ 10 კაცი 12 კაცი ზის და იქ კუთხეში არის პარაშა. ასეთი ორმო იყო რაღაცა და როგორ მახსოვს. შევედი და ბიჭო ხედავ ახლა ხო კი დამშვეს იქ რაღაცა და გინდა რა ახლა მოგინდება ესა და უნდა წახვიდე და კიდე კაი ჩვენთან როგორ იყო იცი ახლა მე ციხეებში იყო ხოლმე ასეთი ფარდა გამოწეული იყო ასე ფარდა ასე გამოწევდი და ამ ფარდის იქ ჩვენ საქმიანობით მიყავით დაკავებული და აქეთ უკვე ეს ხალხი წამოწოლილი იყო ზოგი კითხულობდა ზოგი ლაპარაკობდა და აი წარმოიდგინეთ რამხელა დამამცირებელი მომენტია აი არ ვიცი ეხლა კი მეცინება იმ მომენტში ძალიან ძნელი იყო ჩემთვის აი წარმოიდგინეთ ეხლა აი ეხლა მე კი არ წარმოვიდგინე ეს გავიარე კიდევაც მაგრამ აი ოთახია ხო თქვა ერთი 30-20 კვადრატული მეტრი და ნუ იმდენად ინდივიდუალური თემა და შენ საქმეს აკეთებ და იცი რომ ის ხმა თუ რაღაცა იმას ესმის ან შენ რო ხარ იქა ოთახში და შენ გესმის იქით ფარდის იქით რა ხდება აი ეს არ ვიცი ეს საიდან მოიგონეს მაგრამ ერთ-ერთი აღზრდის მეთოდი იყო ციხეში ყოფნის თუ რა ვიცი ნუ საშინელება ეხლა ვიცი რომ უკვე აღარ არის უკვე თითოეულ ადამიანს ცალკე აქვს ისა მაგრამ ნუ მაშინ იყო ძალიან დამამცირებელი და მაგრამ ეს უნდა გადალახო იმიტომ რომ სხვა არჩევანი არ აქვს ეხლა ეს ზოგჯერ მიფიქრია ხოლმე ეხლა ციხე რა არის საერთოდ ციხე უნდა დასაჯო ადამიანი ხო აი თქვა რაღაცა დააშავა და ჯიდნენ ან ორმოში ჩააგდებდნენ ან რაღაცა მაგრამ მაინც ციხე უნდა იყოს უფრო გამოსასწორებელი და ჩვენ ხშირად გვილაპარაკე რომ ციხეში კი არ სწორდება ხალხი არამედ უფრო უბედურდება იმიტომ რომ იქ რაღაც უსამართლობებს და იმებს რომ ნახულობდა მე უფრო გამწარებული და გაუბედურებული გამოდიოდა იქიდან ეხლა ციხე დასაჯელი ადგილია თუ გამოსასწორებელი ამაზე ძალიან ბევრს დავობენ ეხლა მასეთ იმეებში ბოლოს ვერ ჩავწდები იმიტომ რომ მაგათ დღემდე დავობენ მაგრამ საერთო ჯამში მაინც რასაც ვეძახი ჩვენ ცივილიზებულ სამყაროს და იმეებს მაინც უფრო ისინი მიდიან გამოსასწორებელისკენ გამოსასწორებელი ორგანიზაციებია, მაგრამ აი მაგალითად ახლა ის რო არის შვედი ბრეიკი რო იყო, 70 კაცი რო მოკლა, ეს ნორვეგიელი ბრეიკი რო იყო და მგონი დღესაც ის და აჩმახებს ცივი ყავა, თეთრი ყავა და მგონი რაღაცეებს ითხოვს და კვირაში ერთხელ უნდა გამოვიდეს. რა ვიცი ეს გამოსასწორებელია. ნუ ამაზე ძალიან ბევრი თემები ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მე ხა ჩემებურად ვიტყვი. გამოსასწორებელი თუ არა გამოსასწორებელი ციხე არის ფიქრის ადგილი. ალბათ ეს უფრო მთავარია, იმიტომ რომ ადამიანი ციხეში რომ მოხვდება იმ ჩაკეტის სისტემაში და იმ სივრცეში, უკვე გინდა არ გინდა იწყებ ფიქს. ბევრ რაღაცაზე იწყებ ფიქს და ვთქვათ რეალურ ცხოვრებაში რომ მირბიხარ, მორბიხარ, ვერ ფიქრობ ბევრ რაღაცებზე, იქ საკანში რომ ჩაждები და არ გინდა იწყებ ფიქს და იმ ფიქრებიდან უნდა გამოვიტანო კარგი დასკვნა, მაგრამ იმ ფიქრებში ზოგჯერ იმ ციხეშიც ხაური სიტუაცია არ გიწყობს ხელს, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ფიქრი ისეთი რაღაცაა,
თან იმ მყარ ცუდ სიტუაციაში რო ხარ, გინდა არ გინდა ძლიერი გამოდიხარ და მე პირადად აი არ ვიცი ალბათ შეხების დამეთანხმებია, ვინც ციხეში ნაჯდომია. აი ხა მიდიხარ ქუჩაში და ჩვეულებრივად ანუ სადღაც ოფისში ან სადღაც ვიღაცა შეხვდება და ლაპარაკში შედიხარ ურთიერთობაში და პირველ ორ წინადადებაში მე უკვე ის ვიცი, ნაჯდომია თუ არ არის ნაჯდომი. რაღაცნაირი საერთო აი იმეებით ძნობ რა, რაღაცა საერთოს პოულობ ერთმანეთში, არ ვიცი, მე მასე მაგ და სხვებისთვისაც რომ მიკითხია, მასეა რა, აი ხა მე მივდივარ ქუჩაში და გვერდზე რაღაცა პურის ყიდვა მინდა და გვერდზე შემოვიდა ვიღაცა ისიც პურს ყიდულობს და რაღაცნაირად რადი ეს ცნობები ცნობ რომ ის რაღაც საერთო გაქვს იმასთან და მე ვფიქრობ რა არის საერთო და თუნდაც ისიც ნაჯდომია და შენს ხარ ნაჯდომი. პირველი ასოციაცია აი ხარი ხომე რომ ციხეში რომ უნდა მოხდე უნდა იყო მაგარი ლომი და გიჟი და აი კინოებიც აგვაქვს ნანახი ხო? აი ხა ზის იქ ოთახში 10 კაცი 15 კაცი და ვიღაცა რომ შემოვა რომ შემოუშვებენ ციხეში და თავიდანვე ასეთი პოზიცია უკავია რა. მე ძმებო მე იმას იცნობ, ამას იცნობ. იმიტომ იმას წარმოუდგენია რომ იქ კაცი ჭამეები ზიან და იქ მაგაითა მგელი თუ არ იქენი შენშას ვერ გაიტან და ასეთი ტიპი ზოგჯერ ასე ჩაუგდია დაეგდე შენი აი რო შემოვა ტიპი და აი იკაჩება აი მე იმას ვიცნობ, ამას ვიცნობ, იმას ვიცნობ და ესე უსმენ ხო მე რა რო იცნობ ხო შენ ვინ ახარ? აი პირველი კითხვა რა რომელი პუნქტითაც ზიხარ ამის ეკითხები, იმიტომ რატო ეკითხებიან? იმიტომ რომ თავიდან უნდა იცოდნენ რომ ვისთან აქვთ საქმე. თორე იმიტომ კი არა რომ უნდა დაჩაგრონ და რაღაცა, უბრალოდ უნდა იცოდნენ ვისთან აქვს საქმე, რომ იმან თავისი პოზიცია და თავისი ადგილი დაეკავოს. კაცი რომ შემოდის ხოლმე იმაში და რომელი სტადია მამასახლის ხო არის ვინც არის და აბა რომელი იმით ხო და ზოგს არ უნდა ამის თქმა. ესე იგი თუ არ იტყვი შენ რა პუნქტით ხარ დაჭერილი კი შეიძლება არაფერი არ გითხრა, მაგრამ უკვე შენ ყურადღების ქვეშ ხარ, ესე იგი შენ რაღაცას მალავ. ესე იგი არა ხარ კაი კაცი. აი მაგათაც ზოგჯერ არის ხოლმე რომ 108 პუნქტი. რომელი პუნქტით აზიხარ, 108 პუნქტი არის კაცის ყლელობა. და ეს რო ეტყვის ხო, ეტყობა რაღაცა მიზეზები იყო და всё, მე უკვე რო შევა ის კაცი და უკვე მე გაერკვევა. არის რაღაც პუნქტები ქალის გაპატიურებაზე ეს ყველაზე საშინელი პუნქტია, ამას საერთოდ მალავენ, იმიტომ მაგას რო გაიგებ, უკვე პრობლემები შეგექმნება. ან მაგალითად მე რო ვიყავი მახსოვს ერთხელ რო შევედი და ვიღაცა შემოვიდა და რაღაც მე არ მახსოვს რა პუნქტი. ჩვეულებრივ მამათმავალი იყო რა, მაშინ ხო კომუნისტების დროს აკრძალული იყო ეს მამათმავლო, მაგრამ ისეთ თქმა მინდა რომ შენ რო შედიხარ საკანში, შენ არ უნდა დამალო ვინახარ. შენ როგორც კი იწყებ დამალვას, შენ როგორც კი იწყებ შენი რაღაცი დანაშაულის დამალვას, ჩათვალე თუ ის უკვე შენ ნორმალურად ვერ იქნებ. შეიძლება იმ მომენტში არა, მაგრამ დროთა განმავლობაში 1-2 დღის შემდეგ რაღაც შეუსაბამო მოიქნება. მე ადრესა მაქვს ნათქვამი, ხა ჩვენ საკანში რო იყო იჯდა ქურდი, აქეთ იჯდა კაცისყლელი, აქეთ იჯდა ცისფერი, აქეთ იჯდა ჩვეულებრივ რაღაცა კორუფციაზე მოპარვაზე, მაგრამ ყველა მიცოდა თავისი ადგილი. 100 წელი შავი გაგების და ქურდი იმ ცისფერს ზედმეტს არაფერს არ ეთყოდა. იმ ცისფერმაც იცოდა რომ ზედმეტი არ უნდა ეთქვა და ყველა მიცოდა თავისი ადგილი, მაგრამ საკმარისია ვინმე ზედმეტი ეთქვა თავის რამკას ანუ გამოსვლოდა ხო იმას პასუხი მოეთხოვებოდა. და აი რისკენ მიმყავს საუბარი რომ შენ პასუხი შენი ყოველი საქციელის პასუხისგებელი უნდა იყო შენი სტატუსის მიხედვით. ეხლა შენ რო ხარ ცისფერი და შენ ცხოვრობ შენი ცხოვრებით, ეს შენი ამბავია, გასაგებია. მე მომწონს თუ არ მომწონს, ეს ჩემი საქმე არ არის. ეს შენი არჩევანია. მაგრამ შენ ცისფერო, შენ ლურჯო თუ ვინც ახარ, მოდიხარ და მე რო ვარ, ეს შენი საქციელი ჩემთვის ცოდვა და მიუღებელია. და მე ჩემ შვილებს ისე ვსდი, რომ ამ ცოდვაში არ იყვნენ და ამ დროს შენ მოდიხარ და მე აქ დროშას მიქნევ და მეუბნები რომ ძმაო, შენ რო
შენ რო გონია რომ ეს ცოდვა ჩემთი ცოდვა არა და მე ფეხეზე მკიდა მე შენ დროშას აგიქნებ და მე ამ ცხოვრებას ვიცი მე რა თქმა უნდა წინააღმდეგობას გაგიწე ამიტომ იმ რა ქვია იმაში საკანშიც იმ ცისფერმა იცოდა ესა და 100 წელი ზედმეტს არ ეტყოდა არც ქურდი ეტყოდა ზედმეტს და არც არავის არ დაჩაგრა მაშინ მიდიოდა როდესაც ადამიანის ზედმეტ იმაში გადადიოდა ეხა ზოგი იტყვის თანასწორი და აი ნოდარ დუმბაძეს რო აქვს ის თეთბაიარაღებში ეს ქურდების არისო იმდენ რაღაცა მომიპარიავი ხო გაწმენა რო არ უნდა რა ის მაგიდის და იქ ცოცხლის და პარაშის გაწმენა ეს რო დაიწყებს და ის რო უხსნის მე ლიმონას იცი რა განსხვავებაა შენსა და ჩემს შორისო ჩვენ ვიცითო რას ვაკეთებ და შენ ზედმეტი მოგდისო გახსოვთ ეს საუბარი რო არის ის ქურდი თუ არის იმან იცის რომ ის იქ არის იმის სამყაროა მაგრამ შენს გიშვებს იმ სამყაროში მაგრამ გეუბნება შენი საქმე უნდა გააკეთო მე ჩემი საქმე მაქვს და შენ ზედმეტში ნუ გადადიხარ აი როგორც კი ზედმეტში გადახვალ მე შენ ამაში პასუხს მოგთხოვ და მე გახსოვთ ხო რომ ცემს და ცემენ და მე რო უხსნიან ამ შოშიას რომ ბიჭო შოშია დაფიქთი რა კიდე იყავი რა შენი საქმე აკეთე მაგრამ ზედმეტებში ნუ გადადიხარ და გახსოვთ ხო მე შოშია ვერ იცვენეს ამაზე მაგარი ქურდი მე ვარო იმიტომ რომ მილიონი მოვიგე ეს მოვიგე მაგრამ აი რისკენ მიყვავს ახლა მე საუბარი მეგობრებო აი აქაც ერთობა ადამიანობა რა არის რომ შენ ფიქრობ შენ რო არ ფიქრობ უკვე ადამიანი აღარ ახარ გაიგე ოდა დღესაც რო არის ახლა რაც ხდება ახლა სამყაროში რო ვიძახი ხომ ეს ბიჭო შენ ადამიანი ხარ გააკეთე შენი საქმე ზედმეტებში ნუ გადადიხარ და დაფიქთი აი ახლა მე რომ მაძალებ ახლა ევრო რა ქვია იმას კაცო ეს ევრო ქვეყნები რომ მეუნებიან თუ მინდა ევრო კავშირში ეს გააკეთე ბიჭო მე ასეთი ვარ ეს ჩემი ცხოვრებაა და თუ ამის გარეშე მიმიღე და თუ არა და რას მეთამაშები ეს იგი მეთამაშები ხო ეხლა მე ზოგი მე ახლა ევროკავშირი ვახსენე და ბევრი დამიწყებს ამაზე აი ევროკავშირი და ბიჭო ნუ მეთამაშები რატო მეთამაშები ხო მე ვარ ქართველი მე მიყვები მართლმადიდებლობას მე მიყვები ისტორიას არა შენ კი ხარ ქართველი მაგრამ შენ უნდა იყო როგორც ეხლა მე ვარ ევროპაში ცისფერების კანონი მიღებული ის და ესეთი უნდა იყო ბიჭო არ მინდა ეს ჩემთვის მიუღებელია და რატომ მაძალებ არა უნდა დაგაძოლე ეს იგი არა ხარ შენ თუ მე მაძალებ მე თუ შენ არჩევანს არ მაძლევ ესე იგი შენ არ ადამიანი ყოფი ხარ ეს კი შენ მე მებძვი და შენ რა გიკვეს რომ მე წინააღმდეგობას გაგიწევ აი უყურეთ სად არის დაკავშირებული ესე იგი შენ კარგავი ადამიანობას ესე იგი არ ფიქრობ ესე იგი მე თუ მაგალითად ეხლა სიტყვაზე აი ცისფერები იცი ამდენ ახლობლები ყავს მე ზედმეტს კი არ ვეუბნები აი მაგალითად ძალიან ბევრი ცისფერია მე თანამშრომლები მყავს ცისფერები მაგრამ იმან იცის თავისი ადგილი და მე ვიცია თავისი ადგილი და ჩვენ ვაკეთებ ჩემი საქმე არ არის ის ასაკეთებს და მე იმან თავარი ჩემ იმას რო ეხები ჩემ ცნობიერება ჩემ აზროვნებას ხო უკვე ავიც ზედმეტია ხო ამიტომ ჰარმონია რო ვამბობ ხოლმე ჰარმონია უნდა შეინარჩუნო კაი შენი არჩევანია კი მაგრამ მე ნუ მეხები ძმაო ნუ მეხები მე და შენ გეკნება და ესე იგი მე თუ შენთან არ მინდა ურთიერთობა ესე იგი აი მაგალითად თუ მე ცისფერი თავისი არ მინდა მაგასთან მე და აი შენ ცისფერო შეპინარასტო შეესესო 100 წელი არ ვეთქვი ძმაო აი იმანაც არ უნდა მითხრას და არ უნდა მომახიოს და ძალიან ვარდ მაგრამ აი გარი მთელი უბრალოდ რომ აი ეგ ერთობა ადამიანი როცა ადამიანი კალკავს ადამიანის თვისებებს ანუ ფიქრის და იმის გონების და ანალიზის უნარს ანუ ადამიანობას მაშინ იწყება მთელი უბედურება საიდან გადავედი მაგრამ სათქმეს ალბათ ვამბობ მეგობრებო აი არის ხოლმე რომ აი ციხეში ბიჭო თუ ძლიერი არ ახად აი რუსულ ფილმებში არის ხოლმე და მე მინახია ძმაო არც ძლიერი ადამიანი სუსტია ჯანმრთელობა ცხეს აწყობს მაგრამ ზედმეტს არავინ არ ეტყვის ზედმეტს და პატივისცემაშია იმიტომ იმას ადამიანობა არ აქვს დაკარგული ასევე ადამიანობა არ აქვს დაკარგული ვისაც ციხე ვისაც პალაჟენია მიყავს აი აქეთკენ მიყავს საუბარი ესე იგი სადაც ადამიანობა არ არის დაკარგული სადაც სახეობა არ არის სადაც გულღიობაა და სადაც უბრალოდ ელემენტარული ადამიანი ფიქრობს იქ პრობლემები არ იქნება და ამიტომ რატო უნდა მქონდეს მე კაცის კვლევთან პრობლემა
ძველი ბიჭი და ნუ ძველი ბიჭის თქვა ის ძველი ბიჭი კაც ბიჭო ის კაცის პლერი რო გახდა იმას კი არ ის რაღაც გარემოებაში მოხდა მაგრამ უნდა ჩაწვდე მის ბუნებაში ის რატო იმას კი არ უნდოდა ის გიჟი და გადარეული კი არ არის ახლა ლომი თუ არ შია და თუ შეწუხებული არ არის არ მოვა ხო ისია ის ადამიანი ის რაღაცა გარემოში მოხდა რაღაცა ცოდვაში მოხდა და აქ უკვე რელიგია ერევა საქმეში რომ შენ უნდა გაიაზრო რაღაცა შეცდომა რომ მოგივა რაღაცა ეტყობა ვერ განსაზღვრე რაღაცა ვერ გათვალე და მოგივა შენ მე სინანული ძნობით ამას აკომპენსირებ მაგრამ შენ თუ არ გინდა ამ დაკომპენსირება და რაღაცა იმას აღარ აყოლილი ეშმაკს რელიგიურად და არ გინდა ეს გაანალიზო და დაფიქრდე და დაკარგო ადამიანური სახე ნუ მაშინ უკვე სხვას რატო აბრალი ისევ შენ თავს დააბრალი იმიტომ რომ ისევ შენშია იმიტომ შენ არ გინდა იყო ადამიანი შენ არ გინდა ადამიანივით იფიქრო და ეხლა თუ არ გინდა იფიქრო და ანალიზი გამოვიტანო და მარტო ყვირი ხარ მინდაო ესე იგი ემსგავსები ცხოველს რომელიც ცხოვრობს ინსტინქტებით და რა ვიცი ეხლა რომელი ჯობია ინსტინქტებით იცხოვრო თუ ადამიანად ანუ გონებრივად იგივე ეს წესი ეს ადამიანური აზროვნება ყველგან მოქმედებს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში ნებისმიერ ურთიერთობაში აი ამერიკის ციხეში რომ მოვხდი გახსოვთ ხო ესე იგი ამერიკაში 98 წელს მუშაობდი moving იმ აქვია იმას ავეჯები გადაქონდა და ჰარლემში ვართ და ნარკოდილერების ის გადაქონდა ავეჯი და ამ ნარკოდილერმა ჩემი სკამის ქვეშ ახლა ხო ზივა და ქვემოთ ერთი 500 გრამი 9 კილო გეროინი იყო და მე ნიუ-ჯერსი რო გადავედი უკვე ვაშინგტონის ხიდზე პოლიცია მოვიდა და გაგვაჩერეს რო გაჩხრიკეს და ჩემი სკამის ქვემოდან გამოიტანეს 9 კილოგრამი გეროინი ეს რა არის მეთქი რა ვიცი რა ესე იგი იმ ნარკოდილერმა ჩუმად უნდა გადმოყარა და ამ ჩემი სკამის ქვეშ დაამალა და 2 თვე 9 ამის გულისთვის მე ვიჯექი ფედერალური ციხე რო არის აი ტრაიბორო ხითა რო გადადიხარ იქა და ესეც აღწერილი მაქვს მე იქა და ნუ რა თქმა უნდა მე აღწერილი მაქვს რომ იქ ნაციონალი დირექტორი იყო რესტორნის დირექტორი ის ქალი დამეხმარა მაგრამ ყველა მიცოდა რომ მე მართალი ვიყავი თვითონ ამერიკის თავრობამაც იცოდა პროკურორი მაგრამ ის მეუბნება რომ შენ დამამტკიცებელი საბუთი არა გაქვს და რა გიყო და მე უკვე აღმოაჩინეს რომ მე სპორტსმენი ვარ ნარკოტიკებს კი არა სიგარეტსაც არ ვეწევი და ნუ ერთ სიტყვით გამოვედი მაგრამ მე ხო ვიყავი იმ სისტემაში იმ ეს ტიპები რო იჯდნენ ეს ლათინოსები ზანგები და ჩემთან ერთად იჯდა ბიძია ჯო მე აღწერილი მაქვს ეს მოხუცი კაცი იყო სამ ჩემ თვალწინ გარდაიცვალა ეს ყველაფერი აღწერილი მაქვს ჩემ წიგნში და აი ზუსტად იქაც იმ წიგნში აღწერილი მაქვს როდესაც იმ დავსეინობდით იქ ხوارი საკანი და ხან ზანგები ხან ლათინოსები და იქ იყო რაღაც შეტაკებები მეტაკებები და ეხლა კი არა იქაც კი არა ნარჩე კი თავისას ყველას თავისი რაღაც უნდა გაიტანოს მაგრამ თუ შეგამჩნიეს რომ შენ ხარ ადამიანი და შენ არ თამაშობ და შენ ხარ ადამიანი რომელიც ფიქრობ ვერავის ზედმეტს ვერ გეტყვის გამორიცხულია აი თამაში არავის არ უყვას აი კრიმინალურ სამყაროში და აი მე ეს დასკვნა გამოვიტანე რომ ყველგან უნდა იყოს ადამიანი და ყველგან უნდა იყოს ნაღდი აი მაგალითად ეხლა ხშირად მithქვია ხოლმე ეხლა ზანგები ხო თავისებურად რაღაცა თეთრს რომ დაინახავენ ხოლმე სულ გეკაჩავებიან რომ უნდათ რომ დაგჩაგრო რომ მაგენ იძახიან რომ 300 წელი თეთრები შავებს რა ქვია ჩაგრავდნენ და ჩვენ უდან ატკნასკა უნდა დაიღონ მაგრამ მომენტებში აი ციხეშიც მაგ აი ეს აღწერილი რომ მე ვთხარი შენ თუ მე რა გინდა შენ მე გინდა დამჩაგრო აი სიტუაციები ხო არის ხოლმე და ზანგი მოდის და ჩაგრე აი ესე გააკეთე შენ ხედავ რომ უსამართლოდ გექცევ და შენ პიტაპირ უნდა უთრა მაგ დროს რომ რა გინდა შენ მე მჩაგრავ აი ამ სიტყვას როგორც კეთრი აი როგორც ტორმუზი ისე და არა მაგრამ ეს ხო და შენ მე მჩაგრავ და ხა შენ თუ იმიტომ მეჩხუბები რომ მე თეთრები შავებს ჩაგრავდნენ და ამიტომ ახლა შენ გინდა ატმასკა ავიღო მაშინ რა ქვია შენს აქციას და ამ დროს ტიპები ჩერდებიან და ეს აღწერილია იმ ამერიკულ ჩანაწერებში რომელიც მე წიგნში მიწერია. ნუ საერთო ჯამში ახლა რისი თქმა მინდა ადამიანი უნდა იყოს ადამიანი. ადამიანმა არ უნდა დაკარგოს თავისი სახე. გინდა ციხეში ხარ, გინდა სამსახურში, გინდა აგერ მუშაობ და სიტყვა როგორ ეტყვი.
შენ როდესაც ეუნები ვიღაცა არადამიანი, აი ეს დამამცირებელი სიტყვა ის არადამიანი ესე გიფიქრე ეს შენ ისეთ რაღაცას მეუნები ცილს ამებ იტყუები და მაბრალებ რაღაცას იგონებ ეს კი არადამიანივით იქცევი ხო? და ადამიანობის ფასი რო არაფერია ესეც ვიცით ამას ჩვენ გვეუნება და რელიგიას და ნებისმიერი რელიგია და ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოცდილება და თავარია ეხა ახალგაზრდა რო ხარ შეიძლება ვერ განსაზღვრო მაგრამ ჩვენ ძველგაზრდებმა და ასაკოვანმა ხალხმა ყოველთვის აი რატოა ხოლმე რომ ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს უგებენ ხო? იმიტომ რომ იმას ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და უზიარებს და ზდის თავის შვილიშვილს თუ თავის უმცროს მეგობარს თუ ასე რაღაცა და აი ეს თავარია ეს ადამიანობა არ დავკარგო და აი ციხეში რითი დავიწყოს ეს მაგრა ჩანს აი ცხოვრებაში სამწუხაროდ ადამიანები მასკი დადიან და ზოგჯერ ვერ ამჩნევ ამას მაგრამ თუ დააკვირდები რომ დააკვირდე ამისთვის გამოცდილება გინდა და დასაწყისში ვთქვი ციხეში ვერ მალავ შენ სახეს ვერ მალავს მაგრამ გასაგებია ციხე მაგრამ რისკენ მიმყავს საუბარი შენ სახე მასკა არ უნდა კონდეს არ უნდა იტყვებოდე არ უნდა რაღაცას აკეთებ ჩვენ ამ თემებზე ხო რამდენჯერ ლაპარაკობ რატო იტყვებიან ადამიანები რა უნდათ ისთვის მიისწრაფიან და როცა ადამიანი ადამიანობას ყარგავს აი მოკლედ ვიტყვი იქიდან მოდის ყველაფერი პრობლემა ეს გინდა შენ პოლიტიკა თქვი გინდა ურთიერთობა თქვი გინდა ის და აი დაფიქრდით გვატყუებენ ახლა წეღანაც ახლა პოლიტიკას შევეხე ხო მე ასეთი ვარ როგორიც ვარ და შენი ტყუილი და შენი ჟიზილპიპილოებით რატო მეუნები რომ მე ამას გაგიკეთებ იმას გაგიკეთებ ამას თუ არ გააკეთებ ესე იგი მეთამაშები ხო ესე იგი შენ არადამიანურად მეკცევი და ახლა როგორ გინდა შენ მე არადამიანურად მეკცევი და მე შენთან ნორმალურად მოვიქცე გაიგეთ ხო სათქმელი მეგობრებო ისეთ თქვა მინდა და ახლა ვიდეოც რო ბევრი არ გამოვიდეს არ შეგაწუხოთ აი ამიტომ ვიძახდი და ამიტომ ვიძახი ვისთანა გაქვთ აი კაი გაგებით ვიძახი მეგობრებო მე ხა თქვენ უკვე იმდენი ვიდეო ჩვენ გადაღებული და ისეთი ურთიერთობები გვაქვს რომ უკვე ჩვენ ვადებული ვივართ ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობით მივუდგეთ და მე ამას ვძნობ და ვძნობ კი არა ვადებული ვარ რომ პასუხისმგებლობით ყოველი ჩემი სიტყვა ყოველი ჩემი ნალაპარაკები თავისი პასუხისმგებლობით იყოს დატვირთული და იმას ვიძახი ხა ციხეში ვარ ომში ვარ აგერ ტრაიბერში ვარ საქართველოში ვარ ამერიკაში ვარ ევროპაში თუ იმაში ვარ თუ იქა ვარ თუ ვარც ვიტყვი არ ვიტყვი ვარ ჩემზე არ ვიტყვი მე უბრალოდ ჩემ მაგალითით გეუნები ყველგან უნდა ვიყოთ ადამიანები და ამიტომ ვიძახი რომ ადამიანი ციხეშია ნაჯდომი თუ იმაშია ნაჯდომი თუ ის არის ნაჯდომი ეს იმას არ ნიშნავს ის რა არის შენ უნდა შეხედო რა ადამიანია და რა აზროვნებით აზროვნებს და აქედან გამომდინარე მეც აი ჩემ თავზე აი ესეთი იმით ფორმით ნატური და ბუნებრივად გადაღებულ ვიდეოებს გთავაზობთ რომ გადავწყვიტოთ და ვიფიქროთ და უბრალოდ ვიყოთ ჰარმონიაში სამყაროსთან, ცხოვრებასთან, ერთმანეთთან და ზოგადად გავნოთ კარგი, ჯიგრული, ლამაზი და ისე აი ეს სიტყვა რა მაგრამ მიყვარს ჰარმონიურად ვიცხოვროთ და ვიყოთ კარგად. იმიტომ რომ როგორც დასაწყისში ვთქვი ვაი მე დამავიწყდა კიდე აი სულ მავიწყდება ხოლმე ეხა ჩვენ ხო რაღაცნაირად სულ პრობლემებზე და შეძლებს დაგვარავს ვცდილობთ რომ ამ პრობლემების გადაჭრაზე ვილაპარაკოთ და გზები გამონახოთ შეიძლება რაღაცაში ვერ წვდებოდეთ ბოლომდე მაგრამ აი ადამიანი როცა რაღაცას ვერ აკეთებს იძაბება და იკეტება არა ძმაო გაიშალეთ გაშალეთ ესე იგი ისეთ თქმა მინდა შენ რაღაცა გაწუხებს მე ვერ ითმენ და შენ ახლობელ ადამიანს მეუღლეს ეტყვი მეგობარს ეტყვი რომ უნდა დაიცალო რომ დაფიქრდე იმიტომ რომ შენ როცა სავსე ხარ რაღაც აი წარმოიდგენ ქვაბში რაღაცა დევს და იქ მინდა ვერ მიდიხარ და გიშლის და როცა დაცლი უფრო ადვილად მიხვალ რა ქვაბის ძირამდე ხო აი ამის თქმა მინდა და ამიტომ უნდა დაიშალო ეს დაიშალო და დაიცალო და აი ციხეში ადამიანები იცლებოდნენ და იმიტომ იყო ასეთი კაი ურთიერთობა მე იმიტომ ვაფასებ ციხეს ომში ადამიანი
პატარაში უნდა დაიცალო და არ უნდა ითამაშო. ცხოვრებაში ასეა და უნდა დავიცალო და ჩვენი არხი ალბათ ამასაც ემსახურება და დავიცალოთ მეგობრებო, ერთმანეთს გაუზიაროთ აზრები, გამოსავალი გამოჩნდება და ისე და ესე ვიყოთ ადამიანები და არ ვიყოთ მსახიობები და მასკა არ იყოს ჩვენი დაცვის თუ მოქმედების საშუალება. ამაზეც მე ჩვენ ალბათ ვილაპარაკეთ. აი ამის თქმა მინდოდა მეგობრებო, ჩვენთვის ციხეში ხარ თუ იმაში თუ ამაში ხარ, სადაც არ უნდა იყოს, გონი მეურდები უკვე მერამდეჯერ, ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი ხალხი და ღია ხალხი და უბრალოდ და მარტივად უნდა ვიყოთ ადამიანები. ხო მეთანხმებით მეგობრებო, დარწმუნებული ვარ მეთანხმებით და აბა კარგად ვიყოთ მეგობრებო, გემრიელად ვიყოთ, ადამიანები ვიყოთ და გავაგრძელოთ ეს ჩვენი წუთი სოფელი. ახლა ცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ. არა, ვიცხოვროთ კარგად და რატო უნდა ვიცხოვროთ ცუდად, არა? კარგად მეგობრებო, მომავალ საინტერესო თემები გამოვუშვით და მეც მაქვს ჩემებური თემები, მაგრამ მე განვავცოთ, მაინც ისე და ისე მადლობას გეუბნებით თქვენ რომ არ მყავდეთ რას გაუძლებთ ამდენ გზებზე, ამდენ კეცე მომენტებში სიარულს. კარგად მეგობრებო, მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე